იმ ღამეს, როდესაც გარდაცვლილი ზებუნებრივი არსებები საკუთარ ცოცხლად დარჩენილ ნათესავებს ემშვიდობებოდნენ, სამეფოს სასახლეში შავი ნისლი ჩამოწვა, რადგან მეფის მსახურებმა აღმოაჩინეს ედვარდის გარდაცვლილი ცხედარი, რომელიც ასტრალურ განზომილებაში მოგზაურობის დროს გარდაცვლილიყო, რომელმაც დაძინების შემდგომ ვეღარ შეძლო გამოღვიძება. ედვარდი წავიდა და თან წაიღო ყველაზე ღირებული ხალხის ნდობა და სიყვარული, რომელიც ასე მრავლად 39 წლის ასაკის მანძილზე მის გარდა სხვას არავის მოუხვეჭავს. ის ვეღარასდროს შეხვდებოდა აწმყო დროსა და სივრცეში საყვარელ ადამიანებს, ვერასდროს აღზრდიდა საკუთარ შვილობილსა და თავის მომავალ შვილს, მაგრამ ედვარდი ისტორიას დარჩებოდა უფლისწულად, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა დარღვეული სინდისის აღდგენას. ის ღამე სასახლეში მართლაც რომ უჩვეულო იყო. ედვარდის სანახავად შეკრებილიყო სამეფო სასახლეში ყველა, მათ შორის სამეფო კარიბჭეს მოადგა სამეფოდან გადახვეწილი ორსული ვამპირი გლორიაც, რომელმაც თავის სატრფო ედვარდს ცოცხალს ვერ მოუსწრო. ასევე სასახლეში იმყოფებოდა დროში მოგზაური ჰეილიც, საბჭოს სხვა წევრებთან ერთად. სასახლეში ედვარდის სიკვდილს გლოვობდნენ მკვდრეთით აღდგომის გზით მომდევნო ცხოვრებიდან წინა ცხოვრებაში დაბრუნებული კლეოპატრა და ჯეიკობი, რომელმაც სულების ტყვეობიდან განთავისუფლების შემდეგ საკუთარი წინა ცხოვრების დროინდელი მისია პირნათლად შეასრულეს. სამეფო გვარდია ხვდებოდა, რომ მათ ედვარდის სახით დიდი საგანძური დაკარგეს. დაბნეული სამეფო საბჭო კი ვერ ხვდებოდა თუ ვინ მოეძებნათ სამყაროში ისეთი, ვინც ედვარდის შემცვლელ ადგილს დაიკავებდა, რადგან სასახლეში ყველა ხვდებოდა, რომ ედვარდის უფლისწულობის შემდეგ სხვა მასავით ღირსეული უფლისწული სამეფოს არ ეგულებოდა. ფეხმძიმე გლორია კი უკვე მეორედ დაქვრივებულიყო და ვერც მათი საერთო შვილი შეძლებდა მისი მამის გაცნობას. სასახლეში ყველაზე ხანგრძლივი გლოვა გაიმართა. ეს იყო ხანა, როდესაც სამეფოში მყოფთაგან არავინ იცოდა თუ როგორ გაგრძელდებოდა მათი სამეფოს მომავალი. მხსნელმა ჯეიკობმა თქვა, რომ სამეფო ტახტი მეფის გარეშე არასდროს დარჩებოდა. ის საბჭოს წევრებს უმტკიცებდა, რომ სწორედ იმ მომენტში, როცა სამეფოს სასახლე უმეფობას განიცდიდა, ტახტზე ყოველთვის იყო მოკალათებული ვიღაც ისეთი, რომელსაც ვერავინ ხედავდა. მხსნელმა სამეფო საბჭოს წარუდგინა პატარა უჩინარი უფლისწული. ეს კი ედვარდის შვილობილი იყო, რომელიც იყო ერთ-ერთი უნიკალური უნარის მფლობელი ბავშვი, რადგან იგი გახლდათ ზებუნებრივი არსების ჰიბრიდი, ალბუსისა და მარტას გენის მატარებელი. ჯეიკობმა დაინახა ედვარდის შვილობილი პატარა ბიჭის უნიკალური უჩინარობის უნარი, რომელსაც სასახლეში სხვა ვერავინ ამჩნევდა. სანაცვლოდ კი ზებუნებრივების უნიკალური ჰიბრიდი ახერხებდა ყოფნას ყველგან, სადაც მისი დანახვა არავის შეეძლო, მათ შორის სამეფო ტახტზეც. ჯეიკობმა სამეფო საბჭოს უთხრა, რომ ახლა მათი მისია სწორედ ედვარდის შვილობილი უფლისწულის სწორი ღირებულებებით აღზრდა იყო, რათა პატარა უფლისწული ღირსეული მეფე გამხდარიყო და საკუთარი უნიკალური უნარი გამოეყენებინა სამეფოს მტრების დასამარცხებლად. მხსნელმა სამეფოს წევრებს უთხრა, რომ ახლა მათზე იყო დამოკიდებული ედვარდის შვილობილის ბედი, რამდენად სწორი ღირებულებების მქონე ადამიანად აღზრდიდნენ მას. ასევე ჯეიკობმა გლორიას გაუმხილა მისი მუცლად მყოფი ბიჭის მომავალი ბედი, რომელიც უკვე მუცლად მყოფობიდანვე ფლობდა უნიკალურ უნარს. მან გლორიას უწინასწარ მეტყველა, რომ მისი მომავალი შვილი იქნებოდა ის, ვინც მის ცხოვრებას შეცვლიდა და შესაძლოა გამხდარიყო მომავალი მეფეც, თუ კი ის ედვარდის ღირსეულ შვილად აღიზრდებოდა.
მხსნელის განმარტებით ახლა სამეფოს ჰყავდა ორი უფლისწულობის კანდიდატი, ედვარდის შვილობილი და ედვარდის და გლორიას მომავალი პატარა ბიჭი. სამეფოს კი მომავალი მეფის არჩევის დროს მათგან ყველაზე ღირსეული კანდიდატი უნდა ეკურთხებინათ მეფედ, რომელთა ღირსეულ ადამიანებად აღზრდა ახლა სწორედ სამეფო საბჭოს სინდისზე და მათ დედა გლორიაზე იყო დამოკიდებული. წინა ცხოვრებაში დაბრუნებულ კლეოპატრასა და ჯეიკობს საკუთარი მისია მოხეტიალე სულების განთავისუფლების შესახებ შესრულებული ჰქონდათ. დრო დადგა ისინი კვლავ საკუთარ მომდევნო ცხოვრებაში დაბრუნებულიყვნენ, რასაც მომდევნო ცხოვრებაში მეთიუს მეცნიერი მამის დახმარებით შეძლებდნენ დაბრუნებას. ის მათ მომდევნო ცხოვრებიდან ასტრალურ სამყაროს კარს გაუღებდა. კლეოპატრა და ჯეიკობი მართლაც ხვდებოდნენ, რომ მათ წინა ცხოვრება უნდა დაეტოვებინათ და მომავლისკენ განეგრძოთ სვლა, სადაც ახალ ცხოვრებისეულ ისტორიას დაწერდნენ ახალ ადამიანებთან ერთად. მაგრამ შეყვარებულ წყვილს საკუთარ წინა ცხოვრებასთან გამომშვიდების ჟამს ყველაზე მეტად საკუთარი გარდაცვლილი ქალიშვილის ნორმას სულის ადგილსამყოფელი ანაღლებდათ. მათ აინტერესებდათ თუ სად განაგრძობდა ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ მათი ქალიშვილის სულის სიცოცხლეს, მას შემდეგ, რაც კლეოპატრამ ნორმას სულიც სხვა სულებთან ერთად ზეცასა და კოსმოსში ახალი ცხოვრების დასაწყებად გაგზავნა. ამის შემდეგ ასტრალური განზომილების კარიბჭე ხელმეორედ გაარღვიეს მომდევნო ცხოვრებაში დასაბრუნებლად, იმ იმედით, რომ მარიასა და მეთიუს ცხოვრებაში ისინი კვლავ აღმოჩნდებოდნენ საკუთარი ქალიშვილის მონათესავე სულთან ერთად, რომელიც მათთან უხილავ ნათესავურ კავშირს ამყარებდა. კლეოპატრამ და ჯეიკობმა დაიძინეს, ეს დაძინება კი ამჯერად მათთვის საბოლოო აღმოჩნდა, რადგან მათ დატოვეს კლეოპატრასა და ჯეიკობის სხეული, რათა გამოეღვიძათ კვლავ მარიასა და მეთიუს სხეულში, უკვე ახალ ცხოვრებასა და ახალ ეპოქაში, რომელიც მათ უკვდავს სულებს გარდაცვალების შემდგომ ხელახლა დაბადების შემდეგ მიენიჭათ. სამეფო სასახლეში კი კლეოპატრასა და ჯეიკობის უნიკალური ისტორია ჟამთ აღმწერლებმა ფანტასტიკურ ზღაპრად აქციეს. იმ ეპოქაში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, პირველად მომხდარიყო გარდაცვლილი ადამიანების გაცოცხლება, რომლებმაც მოუთხრეს საკუთარი ისტორია იმის შესახებ თუ რა გახდა მათი გარდაცვალების შემდგომ, აჩვენეს ისტორია იმის შესახებ თუ როგორ დაისაჯნენ წინა ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვებისათვის გარდაცვალების შემდგომ და საკუთარი გარდაცვალების მაგალითზე დაამტკიცეს, რომ სამყაროში ყველანაირი დიდება და პატივი, რისთვისაც ადამიანები მუდამ იბრძოდნენ და რის გამოც ებრძოდნენ ერთმანეთს, დროებითი და წარმავალი იყო, როგორც სასახლეში არსებული სამეფო ტახტი, რომელზეც ერთ დროს უამრავი მეფე მსხდარა, მაგრამ ახლა ცარიელი იყო და ახალ მემკვიდრეს ელოდა. ხოლო სამეფო ტახტის ძველი მემკვიდრეები კი, რომლებიც კეთილი თუ ბოროტის რახვებისთვის იბრძოდნენ სამეფო გვირგვინის მოსაპოვებლად, ახლა გარდაცვლილი იყვნენ და სადღაც შორს ან სადღაც ახლოს ახალ ცხოვრებაში განაგრძობდნენ სიცოცხლეს. შესაძლოა არა მეფის, არამედ გლახაკის სხეულში, რათა გამოესყიდათ ის კარმული ცოდვები, რომლითაც მათ თავიანთი უკვდავი სულები დაამძიმეს. თუმცა სამყაროში ყველაფერი წარმავალი იყო, ადამიანები მაინც განაგრძობდნენ საკუთარი დროებითი ცხოვრების მანძილზე ერთმანეთის მიმართ ზიზღისა და სიძულვილის გამოვლინებას. სანამ სამყაროში სიკეთე არსებობდა, ბუნების კანონზომიერების დასაცავად მუდმივად განაგრძობდა არსებობას ბოროტებაც. ადამიანები მუდმივად განაგრძობდნენ დიდებისა და ანგარების გამო ერთმანეთისათვის სიძულვილის გამეტებას. სწორედ ასე ვითარდებოდა სამეფო მომავლის
ბედი, სადაც ყველამ იცოდა, რომ ნებისმიერი დიდება და წოდება წარმავალი იყო, თუმცა მაინც განაგრძობდნენ დიდებისა და ანგარების გამო არაკეთილსინდისიერ ბრძოლას. ედვარდის სიკვდილის შემდეგ სამეფო სასახლეში არსებულ სამეფო საბჭოს მომავალი მეფე უნდა აერჩია. ედვარდის ქვრივი ვამპირი ცოლი გლორია ორ პატარა ვაჟს ზრდიდა, ედვარდისა და მის შვილობილს, რომელიც უნიკალური ზებუნებრივი უნარის მატარებელი უფლისწული იყო, რომელსაც ჰქონდა ზებუნებრივი ნიჭი ყოფილიყო უჩინარი, მაშინ როცა მისი შემჩნევა არავისთვის სურდა. ასევე გლორია ზრდიდა ედვარდისა და საკუთარ საერთო ჰიბრიდს, რომელიც ჯეიკობის წინასწარმეტყველების მიხედვით, როგორც ზებუნებრივი არსების ერთ-ერთი ჰიბრიდი, ასევე რაიმე უნიკალური უნარით უნდა ყოფილიყო დაჯილდოვებული. დედა ვაჟიშვილს დიდ სიყვარულში ზრდიდა და ზედმიწევნით აკვირდებოდა საკუთარ შვილს, რათა დაედგინა, რა უნიკალური ზებუნებრივი უნარით იყო დაჯილდოვებული მისი პატარა უფლისწული. ასევე ქალს აინტერესებდა, რამდენად სიკეთისა მომტანის შესაძლოა ყოფილიყო ბიჭის ზებუნებრივი უნარი სამეფო სასახლისთვის და სამომავლოდ მათ სამეფოში ცხოვრები ხალხისთვის. ერთ დღესაც ვამპირმა დედამ საკუთარი ვაჟისგან საკუთარ კისერზე კბენა იგრძნო, ბიჭის პატარა სარძევე კბილებით. დედამ უფლისწულის საქციელი ერთი შეხედვით ბავშვის მიამიტურ ქმედებას მიამსგავსა. ქალმა იფიქრა, რომ ბიჭის ეს საქციელი მისი ნახევრად ვამპირული ბუნების გამოვლინების ნაწილი და ვამპირისთვის დამახასიათებელი ინსტინქტი იყო. თუმცა ვაჟიშვილის ნაკბენის შემდეგ ვამპირი დედის სხეულზე მნიშვნელოვანი საბედისწერო გარდატეხა მოხდა. ამ ერთმა პაწაწინა ნაკბენმა გლორიას ცხოვრება სამუდამოდ მართლაც გადაასხვაფერა. გლორიამ პატარა უფლისწულის მაგიური კბილებიდან კისერში მიღებული ნაკბენის შემდეგ დაკარგა ლტოლვა სისხლის წყურვილისადმი. გლორიას უფლისწულმა საკუთარი ნაკბენით მართლაც შეცვალა დედის ცხოვრება და იგი ვამპირიზმისა და სისხლის წყურვილის მონობისგან გაანთავისუფლა. ეს იყო ის ოცნება, რომელიც გლორიას მას შემდეგ გააჩნდა, რაც ვამპირად გარდაქცეულმა ქალმა გააცნობიერა საკუთარი უკვდავი სულის არსი. სწორედ ასე გრძელდებოდა გლორიას ცხოვრება იქამდე, სანამ მისმა ვაჟმა მაგიური ნაკბენის შედეგად დედის სული მარადიულად გამოკეტვის სატანჯველისგან იხსნა. სწორედ ეს უნიკალური უნარი აღმოაჩნდა პატარა უფლისწულს, რომელიც გლორიასათვის ნამდვილ საგანძურს წარმოადგენდა. ახლა გლორიას უკვდავი სულიც ყველა სხვა ადამიანის მსგავსად მოკვდავ სხეულში განაგრძობდა სიცოცხლეს. ახლა გლორია ცხოვრებას უფრო დიდი პასუხისმგებლობით უყურებდა. იქამდე სანამ ის დაბერდებოდა და გარდაიცვლებოდა, მას დიდი ცხოვრებისეული მისია ჰქონდა შესასრულებელი, რადგან გლორიას ორი ვაჟი უნდა აღეზარდა. გლორიას მისია ახლა სწორედ საკუთარი ვაჟების ღირსეულ უფლისწულად აღზრდა იყო, რათა სამეფოს ღირსეული მეფე ჰყოლოდა. წარსულის სოდვებზე პასუხისმგებლობის აღებით ვითარდებოდა კლეოპატრასა და ჯეიკობის ცხოვრება გარდაცვალების შემდგომ, უკვე სხვა ეპოქასა და სხვა ცხოვრებაში, მარიასა და მეთიუს სხეულში გამოღვიძებასა და საკუთარ კარმასთან დაბრუნების შემდეგ ორ მონათესავე სულს ბუნდოვნად შემორჩენოდათ მეხსიერებაში საკუთარი წინა ცხოვრების დროინდელი კადრები. ერთადერთი რაც უკვე ახალ ცხოვრებაში შეუღლებულ წყვილს საკუთარი წინა ცხოვრების პერიოდს მძაფრად ახსენებდა, ეს მეთიუს სახეზე არსებული ნაიარევი იყო და მისი დაკარგული მარჯვენა თვალი, რომელიც მან მარიას დაცვისას დაკარგა. სწორედ მეთიუს სახეზე არსებული ნაიარევი აღწერდა მათი წინა ცხოვრების ისტორიას, რომელიც ერთგვარი სიმბოლო იყო იმისა, რომ სამყაროში ადამიანები თითოეულ დარტყმას, რომელსაც ღებულობდნენ,
დამსახურებული იყო და ამის მიზეზი მათ წარსულსა და კარმულ კოდში იმალებოდა, რომელიც საკუთარ სულში ერთ დროს თავადვე ჩამარხეს, მაშინ როცა საკუთარ უკვდავად მცხოვრების სულები სხვადასხვა სხეულში არსებობის დროს ჩადენილი ცოდვების გამო დაამძიმეს. არც მარიასა და მეთიუს ცხოვრება იყო გამონაკლისი. მათ ზედმიწევნით მოუწევდათ ყველა იმ ქმედებაზე პასუხისგება, რომელიც საკუთარ უკვდავად მცხოვრებ სულის მოკვდავ სხეულში ცხოვრების ჟამს ჰქონდათ განვლილი. მათაც მოუწევდათ იმ მონათესავე სულებთან შეხვედრა, რომელსაც წინა ცხოვრებაში დიდი ტკივილი მიაყენეს და სანაცვლოდ მათგან მოუწევდათ საპასუხო ტკივილის ატანა. ასევე ახალი ცხოვრების გზაზე მათ სულებს შემოხვდებოდათ ისეთი მონათესავე სულებიც, რომლებისგანაც თავად იგემეს ტკივილი და გულისტკენა და ახალი ცხოვრების გზაზე მათთვისაც მოუწევდათ საპასუხო ტკივილის დაბრუნება. სწორედ ეს იყო ცხოვრებისეული კარმა, რომელიც განსაზღვრავდა სამყაროში კანონზომიერებას, სამყაროში, სადაც სიკეთეს სიკეთით პასუხობენ, ბოროტებას კი ბოროტებით ებრძვიან. მარიამ და მეთიუმ ახალ ცხოვრებაში განაგრძეს საკუთარი ახალი ისტორიის დაწერა. რამდენიმე ხნის შემდეგ კი მათ ქალიშვილი შეეძინათ, ულამაზესი პატარა გოგონა, სახელად ამანდა. უმანკო ნაზი თვალებით, რომელსაც მშობლები სიყვარულში ზრდიდნენ. მათ ქალიშვილსაც მათ გვერდით ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა, იქამდე სანამ პატარა ულამაზესი ამანდა არ წამოიზარდა და ფიქრის უნარი არ ჩამოუყალიბდა. გოგონა აღზრდის შემდეგ საკუთარი მამის მიმართ სიყვარული შიშმა შეცვალა, ხოლო მამის დამახინჯებული სახის მიმართ სირცხვილის გრძნობა გაუჩნდა. სწორედ მაშინ, როცა გოგონა 6 წლის გახდა და მშობლებმა მისი სკოლაში წაყვანა გადაწყვიტეს, პატარა ამანდამ პირველად სწორედ 6 წლის ასაკში ჰკრა ხელი საკუთარ მამას და თქვა, რომ არ სურდა მისი მშობელი მამა მეთიუ თავისი დამახინჯებული სახით მის სიახლოვეს ყოფილიყო, რადგან ამანდას სცხვენოდა საკუთარი მამის უშნო სახის. მარიასა და მეთიუს ქალიშვილს სცხვენოდა საკუთარი თანატოლებისთან დასწრებით მამის სიახლოვეს ყოფნა. მეთიუ ძალზე დღელავდა ქალიშვილის გაუცხოვებას. მას სულის ტკიოდა, როდესაც მის პატარას, რომელსაც იგი მთელი ცხოვრება უძღვნიდა, სცხვენოდა და აშინებდა მამის უშნო სახე. სასოწარკვეთილმა მეთიუმ საკუთარ მეცნიერ მამას მარსელს სთხოვა დახმარება იმის შესახებ, რომ ესწავლებინა ვაჟიშვილისთვის გზა, რომელის მეშვეობითაც მეთიუ საკუთარ პატარა ქალიშვილს ისეთი ეყვარებოდა, როგორიც იყო თავის მახინჯ სახესთან ერთად. მეცნიერმა მარსელმა კი მას გაახსენა თავისი წინა ცხოვრება, როდესაც მისი ვაჟი წინა ცხოვრებაში ულამაზეს უფლისწულად იყო დაბადებული და საყვარელი ქალისგან მახინჯი ქალიშვილი შეეძინა. მზეჭაბუკ უფლისწულს მთელი განვლილი ცხოვრების მანძილზე სცხვენოდა მახინჯი ქალიშვილის და ყველასგან საიდუმლოდ მალავდა. ბოლოს კი, როდესაც სამეფო ტახტზე უფლისწულის გამეფების დრო დადგა, ანგარება საყოლილმა მამამ მახინჯი ქალიშვილის მოკლა განიზრახა. მარსელმა ვაჟს შეახსენა ჩადენილი კარმული ცოდვა, რომელიც მეთიუს სულმა წინა ცხოვრებაში განახორციელა ქალიშვილის მონათესავე სულის წინააღმდეგ. მარსელმა ვაჟს უთხრა, რომ ახალ ცხოვრებაში ახლა თავად მისი სული იყო მახინჯის სხეულის მატარებელი, ხოლო მისი ქალიშვილი ულამაზეს გოგონას სხეულში დაბადებული, რომელსაც სხვენოდა საკუთარი მამის სიმახინჯის. კარმული კანონზომიერების მიხედვით კი ახლა მას ტკივა გული, რათა სიმახინჯის გამო თავისი ქალიშვილისგან უარყოფილია. მეთიუმ მამის მიერ ნაამბობი ისტორია გულში ჩაიბეჭდა. შემდეგ საკუთარ ქალიშვილს ახლოდან თვალებში ჩახედა და მასში უხილავი ნათესავული კავშირი ამოიცნო, თითქოს და გოგონას სულს მარადისობის მანძილზე იცნობდა. მეთიუ მიხვდა, რომ მას ქალიშვილთან
კარმული მამაშვილობა აკავშირებდა და რამდენი დროც არ უნდა გასულიყო სამყაროში, რამდენჯერაც არ უნდა გარდაცვლილიყო და რამდენჯერაც არ უნდა მოვლენილიყო ამ სამყაროს, იგი ვერასდროს გაექცეოდა საკუთარ არსებულ ცოდვებს, რომლებიც მის სულში ღრმად იყო ჩამარხული. სწორედ ასე დაისაჯა საკუთარი ქალიშვილის უარყოფის გამო უფლისწული ჯეიკობის სული, გარდაცვალების შემდეგ, მაშინ როცა მისმა უკვდავმა სულმა დატოვა საკუთარი ლამაზი სხეული და სხვა ცხოვრებაში გადასახლდა, სადაც მან ბედისწერის გზით კვლავ იპოვნა საკუთარი ქალიშვილის უკვდავი მონათესავე სული. მამაშვილ შორის გაჩენილ უფსკვლს კი ამჯერად მარია ეღობებოდა ხიდად. კლეოპატრას წინა ცხოვრებაში სიგიჟემდე უყვარდა საკუთარი მახინჯი ქალიშვილი, ხოლო მარიას მომდევნო ცხოვრებაში ასევე სიგიჟემდე უყვარდა საკუთარი მახინჯი ქმარი. საყვარელი ადამიანების მიმართ ერთგული ქალის ამჟამინდელი ცხოვრებისეული მისია კი საკუთარი ქალიშვილის დარწმუნება იყო იმაში, რაშიც წინა ცხოვრებაში საყვარელი მამაკაცის დარწმუნება ვერ შეძლო. ეს კი ოჯახის წევრების მიმართ ბრმა სიყვარულს ნიშნავდა. ამიტომ პატარა ამანდას მუდამ მოუწოდებდა საკუთარი მამის სული ისეთი სხეულით შეეყვარებინა, როგორ სხეულშიც უწევდა მას ცხოვრება. იგი საყვარელი ადამიანების სიყვარულს ახალ ცხოვრებაშიც ბრმად განაგრძობდა და იმედი ჰქონდა, რომ წინა ცხოვრებისგან განსხვავებით მომდევნო ცხოვრებაში მაინც მოახერხებდა სამი მონათესავე სული ერთმანეთის შეყვარებას ისეთ სხეულსა და ისეთ ცხოვრებაში, როგორიც ერგოთ, რომელიც ასევე წარმავალი და დროებითი იქნებოდა, ისევე როგორც ყველაფერი სხვა ამ სამყაროში, გარდა ადამიანის უკვდავი სულისა და მისგან გამოვლენილი სიყვარულის ან სიძულვილისა, რომელიც მათივე ცხოვრებისეულ კარმას და ყოფას განსაზღვრავდა. დიახ, არსებობს გარკვეული მოვლენები, რომლებიც ერთი შეხედვით ადამიანებისგან დამოუკიდებლად ვითარდება და თითეული ადამიანი მივიჩნევთ, რომ იმ მოვლენებზე ზემოქმედება არ შეგვიძლია, რომელიც დაბადებიდანვე ჩვენ და უნებურად მოგვენიჭა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ შეგვიძლია ავირჩიოთ საკუთარი ცხოვრება. ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ ცხოვრებაში ცხოვრობენ, რომელთა ნაწილისგან სიყვარულის, ნაწილისგან კი სიძულვილის მიღება გვიწევს. ასევე ვფიქრობთ, რომ არავის შეგვიძლია ავირჩიოთ ცხოვრებისეული ეპოქა და დრო, რა ეპოქასა და დროშიც ადამიანები ვიბადებით. დავბადებულ ვართ ან დავიბადებით და ვიცხოვრებთ გარკვეული პერიოდის მანძილზე იმ სხეულსა და ცხოვრებაში, რომელშიც ადამიანის სულს დაბადებიდან მიენიჭება ვიღაცას ლამაზი, ვიღაცას მახინჯი, ვიღაცას მარტივი და ვიღაცას რთული ცხოვრება. თუმცა სამყაროში ყველაფერი კანონზომიერია და თითოეულ მოვლენას, რომელიც მიგვაჩნია, რომ ჩვენ და უნებურად ვითარდება ჩვენ ცხოვრებაში, აქვს რაციონალური მიზეზი და ახსნა. ეს მიზეზი კი ჩვენს უკვდავ სულშია ჩაბეჭდილი. დავფიქრდეთ, თუ გვჯერა, რომ სული მარადიულია და გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლე არსებობს, იქნებ დაბადებამდეც არსებობდა სიცოცხლე ჩვენი უკვდავი სულებისათვის, რომელიც ყველა ჩვენთაგანს საგანძურად გვერგო და თითოეულმა ადამიანმა სხვადასხვა ცხოვრების გზაზე თავისებურად გამოვიყენეთ. ზოგმა კეთილად განვლო საკუთარი ცხოვრებისეული გზა, ზოგმა კი ბოროტად და სწორედ ამან განსაზღვრა იმ მოვლენების არსებობა, რომელიც ჩვენს ახლანდელ ცხოვრებაშია ასახული. ჩვენ და უნებურად ვითარდება და მათი უპირობოდ მიღება გვიწევს. ხშირად ადამიანები მივიჩნევთ, რომ ეს თუ ის მოვლენა, რომელიც ჩვენს გარშემო განვითარდა, ჩვენ არ დაგვიმსახურებია. ჩემი მისტიური ნაწარმოებით კი სურდა მეჩვენებინა მაგალითი იმის შესახებ, რომ თითოეული ადამიანი ცხოვრებაში იღებს სწორედ იმას, რაც მას წარსულში თავად გაუცია. ჩემი ზღაპრის გმირების ცხოვრებაც სწორედ ამგვარად წარიმართა.
ვიღაცას ერგო პატივი ყოფილიყო მეფე, ვიღაცას ერგო პატივი ქონოდა ზებუნებრივი ძალა, ვიღაცას სურდა ჰქონოდა ძალაუფლება, ვიღაცას სურდა ჰქონოდა უფრო ლამაზი სხეული, ვიღაცა ამაოდ ოცნებობდა საკუთარი საყვარელი ადამიანისათვის თავი შეეყვარებინა და ამ სურვილის განსახორციელებლად ადამიანებმა განახორციელეს ბოროტის რახვები, რის გამოც თითოეულ მათგანს მოუწია საფასურის მიღება. ვიღაცამ პასუხი აგო გარდაცვალებით, როდესაც ახალ ცხოვრებაში გადასახლდა, ვიღაცას გარდაცვალება არც ღირსებოდა და სიკვდილი განიცადა. საბოლოოდ კი ჩემი ზღაპრის თითეულმა გმირმა ამოხსნა მიზეზი იმის შესახებ თუ რატომ უწევდათ იმ ადამიანებისა და მოვლენების გარემოცვაში ცხოვრება, რომელშიც ცხოვრობდნენ. ადამიანის რეალური სამყარო კი ბევრად დაუნდობელია, რადგან ჩვენ საკუთარ რეალურ ცხოვრებაში არ შეგვიძლია დროის უკან დაბრუნება, გასროლილი ტყუის შეჩერება და საკუთარი ჩადენილი ქმედებების გადასყვაფერება. ამიტომ რეალური ცხოვრების ჟამს ადამიანებმა უფრო მეტად უნდა ვეცადოთ, ვიფიქროთ ბევრი, სანამ რაიმე კონკრეტულ ნაბიჯს გადავდგავთ, მიუხედავად იმისა, რა მოტივით განვიზრახეთ ამა თუ იმ ნაბიჯის გადადგმა. ჩვენი ისტორიის გმირებსაც ჰქონდათ მოტივი, რის გამოც განახორციელეს ესა თუ ის ავაზაკური ქმედება. ზოგმა ის სიყვარულის გამო ჩაიდინა, ზოგმა დიდების, ზოგმა სილამაზის, მაგრამ მათი ქმედება მაინც უპატიებელი აღმოჩნდა, რადგან მათ საკუთარი მიზნების გამო ტკივილი მიაყენეს სხვა ადამიანებს და შესწოდეს სხვებთან, ისევე როგორც სხვებმა შესწოდეს მათთან. უცოდველი არავინაა და თითოეულ ადამიანს გაუცია და უგემია ერთი მეორისაგან გულისტკენა. სწორედ ამიტომ ჩემი ისტორიის გმირების ცხოვრებაც არ იყო იდეალური. ყველას ჰქონდა წარსულში არსებული საიდუმლო, ყველას ჰქონდა ტკივილი, რომლის ტარებაც უწევდა და რაც ყველაზე მთავარი იყო, არც ერთი მათგანი არ ყოფილა არც სრულიად იდეალურად კეთილი და არც სრულიად იდეალურად ბოროტი. ყველაზე კეთილ გმირსაც კი გააჩნდა უარყოფითი მხარე, რის გამოც შეგძულებოდა იგი და ყველაზე ბოროტ გმირსაც კი გააჩნდა დადებითი მხარე, რის გამოც შესაძლებელი იყო მისი შეყვარება. როგორც ცხოვრებაში ხდება, სადაც არ არსებობენ ძალიან კეთილი და ძალიან ბოროტი ადამიანები, რადგან ყველა ადამიანის საწყისში არსებობს სიკეთე და ბოროტებაც. მაგრამ სანამ ამა თუ იმ მიზეზის გამო ერთმანეთის მიმართ ბოროტებას ჩავიდენთ, გვახსოვდეს, რომ ეს უკვალოდ არასდროს ჩაივლის და ოდესღაც ეს უკან დაგვიბრუნდება. რეინკარნაციის დასასრული.